საუკუნის გზის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა ხევსურეთში. 25 კილომეტრიანი გზა ერთმანეთთან პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს დააკავშირებს. პირიქითა ხევსურეთის სოფელ არხოჩი დღეს მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს და ისინი რაიონულ ცენტრს მხოლოდ საცხენოსნო ბილიკით უკავშირდებიან. პროექტის დასრულების შემდეგ პირიქითა ხევსურეთში დაბრუნებას კიდევ 33 ოჯახი აპირებს. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი გზის პროექტის მომზადება 2014 წლის სექტემბერში დასრულდება, ხოლო გზის გაჭრის სამუშაოები 2015 წლის გაზაფხულზე დაიწყება. საუკუნის გზის პრეზენტაციას დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. დღესვე სოფელ კორშაში ფესტივალი ქართული სული გაიმართა. შუა საუკუნეების ჩვენი ვალია დღეს რომ არ დაუშვოთ ამ კუთხის დაცლა. სწორედ ამისკენ გადადგმული ნაბიჯია პროექტი, რომელიც თვალისწინებს პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 25 კილომეტრიანი გზის მშენებლობას. ამ გზის მშენებლობა გასული წლის 7 დეკემბერს დაანონსა რუსთაველის თეატრში ჩვენმა პატრიარქმა და მისმა უწმინდესობამ დალოცვა და ბრძანა, რომ ეს გზა იქნება გაჭირვებიდან გამოსვლის გზა. სამანქანო გზის პირველად გაჭრა თაში დაბრუნების სიმბოლოდ იქცევა. ამ ურთულეს რელიეფზე პირველად უნდა მოხდეს გზის გაჭრა. ამიტომ აუცილებელია ყველა დეტალის გაანალიზება. მე მინდა მივბართო ჩვენს ბიზნესმენებს. ყოველმა ბიზნესმენმა უნდა აიღოს თავის თავზე რომელიმე რაიონი და დაეხმაროს მატერიალურ განვითარებას ამ რეგიონისა. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ბიზნესმენები ყველა შეისმენს ამ ჩემ მოწოდებას. მთელ საქართველოში ერთადერთი ადგილი არხოტი, ერთადერთი ხეობა, რომელიც საქართველოს არ უკავშირდება საავტომობილო გზით და მოგზაობის გამო დაისრალა მთელი ხეობა, არა ერთი სოფელი და რამდენიმე სოფელი. და ეს ამ გზის გაყვანა, რომელიც 25 კილომეტრია, სულ რთული გზა არის, მაგრამ იმედი გვაქვს გაკეთდება.